როგორც ადრე მოგახსენებდით, საქართველოში გრძელდება საკადრო ცვლილებები თითქმის ყველა დონეზე და ჯერ ახლა რეგიონებზე და სახელმწიფო კომპანიებზეც მიდგა. მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, გურიის და ქვემო ქართლის რეგიონების ახალი სახელმწიფო რწმუნებულები გუშინ დაინიშნენ. მცხეთა-მთიანეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ალექსანდრე ზაგაშვილმა, შიდა ქართლში სიმონ გულედანმა, სამცხე-ჯავახეთში ზაალ გელაშვილმა, გურიაში გიორგი ღურჯუმელიძემ, ხოლო ქვემო ქართლში ლევან ხარაბაძემ დაიკავეს. მე მაქვს ჩემი პოზიცია ამ თემაზე, ვერ გავიგებ სწოროპოვარი საპარლამენტო რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის პირობებში ამ ინსტიტუტის არსებობა რა საჭიროა, ეს არც ადრე მესმოდა და ეხლაც მიჭირს გავიგოთ, თუმცა ეს ჩემი პირადი პოზიციაა. კიდევ დამატებით დანიშნულებზე შემიძლია გითხრათ, რომ ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის წარდგინებით ინფრასტრუქტურის სამინისტროში მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ბექა ურუშაძე იქნება. ბექა ურუშაძე მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დავით ტაბიძე შეცვალა. ასევე სახელმწიფო ელექტროსისტემის დირექტორად ვანო ზარდიაშვილი დაინიშნა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ზარდიაშვილი 16 აპრილს დაინიშნა დირექტორად, მანამდე ელექტროსისტემის მმართველთა საბჭოს წევრი გახდა. ამის გარდა, რაც დადასტურებულად ვიცით, გახლავთ მამუყა მენაღარიშვილის დანიშვნა სააქციო საზოგადოება საქრუს ენერგოს გენერალურ დირექტორად და სააქციო საზოგადოება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს ვლადიმერ ძნელაძე უხემძღვანელებს. რაც ჯერ არ გაცხადებულა, თუმცა დღეს იქნება ცნობილი, ვაკის რაიონის ყოფილი გამგებელი და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე კიდევ ერთ უმსხვილეს სახელმწიფო საწარმოს საქართველოს რკინიგზას ჩაუდგება სათავეში და მისი დირექტორი გახდება. ინფორმაცია ამის თაობაზე ცნობილი დღის განმავლობაში იქნება. ცხადია, სამთავრობო ცვლილებები გაგრძელდება, ეს მეტწილად და ბოლომდე უკავშირდება მართველი პარტიის აწყვე მთავრობიდან და თავად პარტიიდანაც წასული მაღალჩინოსნების გუნდის წევრებს. ძირითადად ეს ეხება მაინც სუსის ყოფილი ხელმძღვანელობას და ბატონ ილულაშვილს. გარკვეულწილად ბატონ ირაკლი ღარიბაშვილის შემორჩენილ კადრებსაც, სხვათა შორის დღეს ამ მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანი დღეა მართველი პარტიისთვის. დღეს ქართული ოცნება შეიკრიბება სადაც დღის 2 საათზე, რათა მადლობა გადაუხადოს გაწეული მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ამ ეტაპზე პოლიტიკას ტოვებს და სავარაუდოდ დღეს მართველი პარტია უკვე წარმოადგენს შუადღისთვის სრულიად განახლებულ პოლიტიკურ საბჭოს, ისევე როგორც დიდი ალბათობით პარტიის თავმჯდომარე ამ ეტაპზე და კარგახნით ირაკლი კობახიძე იქნება. ამით დიდიაში სრულად დაერქმევა ყველაფერს თავისი სახელი. დიდიაში რა, როგორც არის წარმოდგენილი, მე ვერ გეტყვით ახლა დაზუსტებით, რამდენად დარჩება თავის პოზიციაზე, ანუ ფორმალურად ბიძინა ივანიშვილი პარტიის საპატიო თავმჯდომარე, თუ წავა, გახდება არასაპატიო თავმჯდომარე, თუ სრული თავმჯდომარე. ფაქტი ერთია, მმართველობა საქართველოში სრულად კონცენტრირებულია სწორედ ირაკლი კობახიძის, კახა კალაძის და მამუკა მდინარაძის ჯგუფის ქვეშ. აქ ცხადია, ბევრი ქვედინებებია, სხვანაირად ხელისუფლებაში ყოფნისას არ გამოდის, მაგრამ ჯამში დღეს ეს ვითარება გვაქვს და